სადახარ რამდენი ხანი ისეთი ამბები მაქვს მოსაყოლი. სიაკოზე? სიაკო ჩვენი ფიფია? ო, სიაკო იმ დღეს შემოხვდა მარშრუტკაში შემოხვდა იმ დღეს სიაკო და ამოიღო ბები ამისის ლიას პენსიის ბარათი თავის ქმრის ბებიის და მარშრუტკაზე აპარატს მიადო. ესე იგი რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ბები ამისის ფულებს ხარჯავს თავისი ქმრის ბებიის? აი მე რა სიძახი რა სამო მაშინ მეც მაგ ერთი რაღაც სათქმელი ციაზე ალექსანდრეს დაბადების დღე ქონდა ხო იცი 50 ნაჭრიანი ტორტს ვუკვეთავო თავის კმას გამოვართო 50 ნაჭრიანის ფული და ბავშვს ქონდა 5 ნაჭრიანი ტორტი დაბადების დღეზე დანარჩენი თვითონ ჩაიკუჭა ეხლა თაკო ბოგოლის უნდა მოგიყვარ თაკო ბოგოლის კმალმა ხო საბილიარდო გახსნა და ამ საბილიარდოს ხო მეთვალ ყურეობს ხოლმე თაკო თუ მე ფულს უტყავს კმარს და ამ ნახევარ ფულს თვითონ იდებს ჯიბეში და თავის კმარს ატყუებს რომ დღეს მუშაობა არ იყო ვაიმე რეები მესმის კიდე რამე ხვარიცი ახალი თქვი არის სათქმელის მეწი რა აქვს ანახაჭიძე ხო იცი ანახაჭიძე ჩვენი თანამშრომელი მაგას ხო კაი ღიმილი აქვს ღიმილი თვითონ ყბილები კარგი როავს აპარატოს კარგი ყბილები თურმე მაგისი ბიზაროა ნუგზარი ხო გახსოვს რა კარგი ყბილები ქონა ადრე და ეხლა არ აქვს თურმე ნუგზარი დაუძინებია მაგაზე თავის დებს დაუძინებიათ და ნარკოზის მდგომარეობაში ყოფილა ამოუსლიათ ყველა 33 ყბილი და ანას გადაუნერგია ხაჭიძეს ვაიმე მე კიდე იცი რა გავიგე შენზე თურმე რო იზახიან სიმპათიური დათუნა ტატულაშვილიო მაგას სულ არ ყოფილა ეგ სიმპათიური მაგას გადანერგილი ქონია თავი ვიღაცა იტალიელისგან ჩემზე კიდე რა გაიგე ხომ მითხარი ისეთი უვარგისი ბიჭი ყოფილა უხასიათო უჟომორი რომ რავის ყველას ეზიზღება ესე შეეზიზღება თუმცა რომ მე ხო ვიცნობ არა მაგას რომ ძალიან უვარგისი ხასიათის ბიჭი თავის კაცი ოღონდ თვითონ კონდეს აწყობილი ცხოვრება მე კი არაფერი არ აინტერესებს ხალხო შენ ეხა მაგრამ წესიერად ილაპარაკე ჩემზე ხო არ უბედავ შენ ფრესკოს ნამსხვრებზე დაკპატიჟე მადლობა მაინც მომინდომა დიდი ღმის ფრესკოში ტერასაზე ჯდომა და ჩემზე ჭორავა ნამს